მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ვეტერინარი ექიმი შოთა ყულჯანიშვილი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბრუცელოზზე. მოგესალმებით ბატონო შოთა და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო შოთა, რა გითხრათ, რა არის ბრუცელოზი და ძირითადად რა კლინიკური გამოვლენებები აქვს მსხვილფეხარ ქოსან პირუტყვში? ბრუცელოზი არის ინფექციური დაავადება, რომელიც არის როგორც მსხვილფეხა პირუტყვში, ასევე წვრილფეხა პირუტყვში. ძირითადად გამოვლენება არის აბორტი, ანუ დაახლოებით მე-5-დან მე-7 თვის მაკეობის პერიოდში. სხვა ისეთი ანუ პირუტყვში არაფერი ახასიათებს. და როგორ შეუძლია ფერმერს მანამდე, სანამ თქვათ ის პირუტყვი მივა აბორტამდე დაადგინოს აქვს თუ არა ბრუცელოზი მის პირუტყვს? ბრუცელოზის დადგენა ძირითადად და ერთადერთი საშუალება არის სისხლის ანალიზით, რომელიც კეთდება ვეტერინარულ ლაბორატორიაში და რძის სინჯიდანაც შეიძლება გაკეთება, მაგრამ სისხლის ანალიზი ყოველთვის ზუსტ პასუხს იძლევა. რამდენად გადამდები დაავადებაა და საშიშროებას წარმოადგენს ადამიანისთვის? გადამდები დაავადება, რა თქმა უნდა, საშიშროებას წარმოადგენს. ძირითადად ავადებიან მომლელი, ანუ უშუალოდ ფერმერი, მწველავი ვინც არის და ვისაც უშუალოდ შეხება აქ იმ პირუტყვთან. და ძირითადად თუ ეს დაავადება გადაიდო ადამიანს, რა სიმპტომები ახასიათებს, რამ უნდა მიანიშნოს ადამიანი, როგორ რისკ ჯგუფშია და სჭირდება მას შესაბამისი კვლევები იმისთვის, რომ დადგინდეს აქვს თუ არა ბრუცელოზი. თუ გამოვლინდა მაგალითად უმადობა, ტემპერატურის მატება, უმნიშვნელოდ სახსრების ტკივილი, უნდა მიმართოს რა თქმა უნდა ექიმს, ჯანდაცვას, საავადმყოფოს, სადაც მე უკვე ჩაუტარებენ შესაბამის ანალიზებს და დაადგენენ აქვს თუ არა თქვა ბრუცელოზი. ანუ დიაგნოსტიკის ერთადერთი საშუალება ანალიზია. ის საშუალებითაც დგინდება აქვს თუ არა მას ბრუცელოზი და აი ამ დიაგნოსტიკის შემდგომ უკვე მკურნალობა როგორია ადამიანებში? რამდენად განკურნებადია ეს დაავადება? სრულიად განკურნებადი არ არის. მაგრამ ანუ რაღაც ეტაპზე თუ ახალი შეხვედრილი აქვს თქვა ადამიანს, რაღაცა შეიძლება მის განკურნება, მაგრამ სრულიად მეჯობა რომ განიკურნოს. მუდმივი მკურნალობა ესაჭიროება მე რაღაც პერიოდში, თქვა 2-3 წელიწადში ერთხელ შეიძლება რაღაც მედიკამენტები მიიღოს, რათა არ ქონდეს ის გამოვლენებები. და რამდენად არის რისკი, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს ეს დაავადება, ან რა გზებით შეიძლება რომ მსგავს რაღაცას შეეწყოს ხელი? ან ძირითადად არის შეიძლება გადაიდოს სისხლით, თქვა გაჭრილი ხელი, მეორე ადამიანსაც გაჭრილი ხელი ქონდეს, ანუ გადასხმას თუ იკეთებს სისხლისას და ან ერთი და იგივე თქვა ნემსი არის გამოყენებული ადამიანზე, მეორე ადამიანზეც გამოიყენოს, ანუ შეიძლება მაგიდან დაავადდეს. და კიდევ ერთი კითხვა მის სეზონურობასთან დაკავშირებით ახასიათებს თუ არა ბრუცელოზის სეზონურობა, ან თუნდაც რა ახდენს გავლენას მის გავრცელებაზე? მის გავრცელებაზე ახდენს ძირითადად სეზონურობა არ ახასიათებს, მაგრამ როცა არის აბორტირება პირუტყვში, ამ შემთხვევაში აბორტირებული ნაყოფი არის პირველი გამავრცელებელი. ანუ მინდორში რო ძროხას ქონდეს აბორტი, ჩათვალეთ რომ იქ არის კერა უკვე ბრუცელოზის გაჩენისა, სადაც უკვე სხვა პირუტყვი რომ თქვათ გავა საძოვარზე შეიძლება ჩვეულებრივად შეხვდეს. ანუ ერთი დაწურება თქვათ, სადაც ერთი ავაზანი საერთო აი ესეთი ადგილებია ძირითადად გავრცელების წყარო. და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს გავრცელების წყარო სადაც არის, მოხდეს მისი ლოკალიზება და აღმოიფხვრას ის ბრუცელები, რაც შეიძლება წლების განმავლობაში ნიადაგში დარჩეს? რა თქმა უნდა, იმ ადგილის დეზინფექცია აუცილებლად, იმ პირუტყვის მოშორება საერთოდ არ უნდა დაიკრას ის პირუტყვი, ის მკურნალობას არ ექვემდებარება და შესაბამისად ტერიტორიის ასე ვთქვათ იზოლირება რაღაც პერიოდის განმავლობაში. არის თუ არა რისკები იმის, რომ რძის პროდუქტებიდან გადაიდოს ადამიანს ბრუცელოზი, თუ ბრუცელოზიანი ძროხის რძისგან არის ნაწარმოები ის? კი ბატონო, მithumetes ჩვენთან სახლის პირობებში კეთდება თქვათ ყველი, ამ შემთხვევაში ის არ გადის პასტერიზებას, ანუ არ ცხელდება და შესაბამისად ყოველთვის არის რისკის ქვეშ, ანუ იგივე არის კარაქი, არაჟანი და ასე შემდეგ. რძის ნაწარმი, მაგრამ მაგალითად მაწონი არ არის
საშიში, იმიტომ რომ არძე უნდა ადუღდეს და ადუღების შემთხვევაში უკვე ბრუცელოზი აღარ არის შეგდება. თქვენ ახსენეთ, რომ ის პირუტყვი, რომელსაც ბრუცელიოზი აქვს, უნდა დაიკლას და აღარ უნდა შეინახოს, იმიტომ რომ არ გაჩნდეს კერა. რამდენად შესაძლებელია ამ ხორცის მოხმარება, ან რეკომენდირებულია თუ არა ადამიანმა მიირთვას? ეს არის, ანუ პირუტყვი, რომელიც უნდა დაიკლას, ეს იკვლება აუცილებლად სასაკლაოზე, სათანადო პირობებში. ნადგურდება თავი, ტყავი, შინაგანი ორგანოები, ტანხორცი, ანუ ვეტერინარის გადაწყვეტილებით შეიძლება გავიდეს სარეალიზაციოდ. ის უკვე საშიში არ არის თუ არ არის კარგად დაცლილი სისხლისგან. ანუ საშიშია მაგ შემთხვევაში. მაგრამ თუ სრულიად დაიცალა, ანუ დაიწურა, გაშრა ხორცი, მომწიფდა ისე როგორც საჭიროა სპეციალურ სამაცივრე ოთახში, მაგ შემთხვევაში ის არ არის საზიანო ადამიანისთვის. და ბოლოსკენ გკითხავთ, რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემდით იმ ფერმერებს, რომელსაც უწევთ მუდმივად პირუტყვთან ურთიერთობა, მათი მოვლა და ასევე რძის პროდუქტების მომხმარებლებს, რომლებსაც უწევთ, რომ ეს პროდუქცია იყიდა. და შეიძლება არც იცოდნენ, რომ თქვათ დაავადებული პირუტყვის რძისგან არის ნაწარმოები. პირველ რიგში ფერმერებს ურჩევ, რომ აუცილებლად თავის პირუტყვი ყოველთვის გამოიკვლიონ წელიწადში ერთხელ მაინც. თუ თვითონ ვერ ახდენენ ამას, მიმართონ სურსათერმონულ სააგენტოს და იქ დაეხმარებიან, რა თქმა უნდა, იმ სისხლის გამოკვლევაში, იმ პირუტყვისა, რათა პირველ რიგში თვითონ იყვნენ დაზღვეულები და რა თქმა უნდა, მომხმარებლებს ურჩევ იმას, რომ აუდუღარი რძე არ მიირთვან, აი ყველი, რომელიც ისე იყიდება, რომელიც არ ვიცით სად არის ნაწარმოები, შესაბამისად ის რისკიანია. ნაღები, სახში, რომელიც არის გაკეთებული და გასინჯული არ არის, თქვათ, პირუტყვი, ამ შემთხვევაში საშიშია ყოველთვის რა. მადლობა ესეთი საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მსმენელებს და მაყურებლებს საკმაოდ გამოადგებათ ეს ინფორმაცია, ვინც რძის პროდუქტების მომხმარებელია და უფრო მეტწილად ფერმერებს, რომლებსაც ყოველდღიურ შეხებაში აქვთ პირუტყვთან ურთიერთობა. მადლობა თქვენ. მადლობა, რომ გვისმენდით და გვიყურებდით. შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს.